აი ეს სტენდი IWA 2026 აერგან ჯორჯიასთვის. ერთ-ერთი ყველაზე გაგიჟებული და გადარეული მწარმოებელი პლანეტაზე. მარტო აი ეს მოდელი რას ამბობს? 50-იანი მილი, Zeus MK2, ვებერთელა პლენუმი და არ დაგავიწყდეთ. საქართველოში ნებადართულია აი ამის გასროლა. ამ იარაღს კი შეუძლია აი ამის გასროლა. აი წარმოვიდგინეთ განსხვავება. იმედია შევძლებთ გაჩერებას. აი განსხვავება. რას ვისვრით ჩვენ და რას ვისვრის სამკა. დავდოთ. არც ესაა ნაკლები. Heavy is good. ფორმულა კალები. აი როგორ უნდა გამოიყურებოდეს სერიოზული აერგანი. აი არასდროს არ ხუმრობს ხოლმე, ყოველთვის მასიური, მაქსიმალური, მაგალითად რამხელა სლაგია. კიდევ ერთხელ ჩვენ საქართველოში ვისვრით აი ამას. სამყარო კი უკვე გადასულია აი ამას. განსხვავებას ხვდებით მე. აი სლაგი. და ეს არის 11.6 მმ. 457 კალიბრი. It's about the range from here to the door. აი ეს პისტოლეტები. არის ესეთი პისტოლეტებიც. ვებერთელა. გაგიკურდებათ ხო ახლა რა შუაშია აერგანი ამ იარაღთან. ეხლავე გაჩნდა. იმ შუაშია რომ ამაში გამოიყენება ესეთი ვაზნა, რომელშიც წინასწარ არის დაჭერხმული ჰაერი, ჩადებულია ტყვია და გამარჯობა თქვენ შეგიძლიათ ისროლოთ ეს აქე. ესეც რა თქმა უნდა უფრო დიდი ვარიანტი. აქ ყველაფერი სტენდზე რაც არის მაქსიმალურად დიდი და ვებერთელა ენერგიის მქონია. გარდა იმ პატარა პიპისკის. ვინც ამ სტენდთან მოდის, ყველა შოკირებულია მაქსიმალურობით და სუპერ ენერგეტიკით. რომელსაც სწავლოთ ხელი აღარ აქვს. ეს ამხელა გიგანტია. ეს იყო აი ეს სტენდი IWA 2026. როკოკის სტენდი IWA 2026 აერგან G-თვის. ეს ერთ-ერთი სუპერ წამყვანი კომპანია იყო ერთ პერიოდი. დღეისათვისაც ინარჩუნებს თავის სიახლეებს. მე რამდენად კარგი გადატენა აქვს და გამოვკრათ. ეს ძველზე აყენია. გაცრავად. ცალი ხელით ოპერირება ძალიან ძნელია. აბა, ახლა გადავტენოთ. ვაი, რა ბედნიერება, რა წყნარა და ბედნიერად იტენება. აი მინდა მაღაზიის მესვეურებს უთხრა რომ როდესაც შემოგაქვთ რაღაც იარაღები, შემოიტანეთ ძალიან კარგი მწარმოებლის იარაღები. რატო შემოგაქვთ ხოლმე რაღაც უცნაური მოდელები? მიაჩვიეთ ხალხი გემოვნებას, ხარისხს, დონეს. ბროკოკის იმპაქტის მაგვარი მოდელი. Ghost. ესეც Ghost-ი ცილინდრით. Ghost-ი ბალონით. აბა ბატონო, ნახეთ ახლა პარამეტრები.
4 ნახევარი კალიბრიდან იწყება, ავდივარ 7.62 და 4 ნახევარი კალიბრში გვაძლევს 42 ჯოულს, ხოლო 7.62-ში შეუძლია 129 ჯოულამდე ამოიღოს. ამაზე მეტი რა გინდათ ხალხი. გამზადებული, ბედნიერება, სიამოვნება. ნახეთ რა კარგი გადასატენის სახელურია. ვა გადავტენოთ. კი, იმპაქტზე ცოტა მძიმეა, მაგრამ არა, მაინც კარგად არის. ძალიან კარგი გაკეთებული. დილოცავთ ყველას, ვისაც გიქნებათ ეს მოდელი. მოკლედ ეს არის ბროკოპის სტენდი. 2026 ივა. Air Arms-ი Airgun Georgiastis. კლასიკური მოდელები, მიჩვეული ჩვენი მოხმარებლისთვის ეს 510-ისა და 400-ის ბაზაზე. ლეგენდარული თოფები, გადასარევი, პრეციზიული გადატენის მექანიზმით. ერთი სიამოვნებაა გადატენა. რა თქმა უნდა, ზამბარდ გუშიანებიც პროსპორტი ზღაპარია, გადასარევია TX200 სერია, რომელსაც აქვს ქვემოდან გადატენის მექანიზმი, უბრალოდ ეხლა დამაგრებულია სტენდზე ვერ მოხსნით და შესაძლოა ჩამბერში ხდება ვაზნის ჩადება. თუ გემოვნება გაინტერესებთ, ხარისხი, გამძლეობა, სიზუსტე, ყოველთვის შეეცადეთ იყიდეთ მაღალი დონის იარაღი, როგორც არის მაგალითად TX200 არის. გრძელი ან მისი მოკლე უმცროსი ძმა. მიიღებთ აურაცხელ სიამოვნებას. ნუ იყიდით ამის მაგერად რაღაც სხვა თურქულ მოდელებს, რომელიც ხშირად გაგიფუშტებათ, უაზრო ენერგია აქვს, სამიზნეში არ მიდის და სიამოვნებას და ელიტარულობას არ მოგცემთ. ესეც სტანდარტული ბიატლონის 10 მეტრიანი მოდელები და რადესტის ელიტა. Air Arms-ო თავის დროზე გადაწყვიტა, რომ არ გადასულიყო პოპულარულ სეგმენტში, შეენარჩუნებინა კლასიკური ბრიტანული მიდგომა და ყოველთვის ელიტარული და მაღალი დონის ყოფილიყო. არ გაკიდებოდა 200-300 მეტრს და ასე შემდეგ, არამედ კლასიკური ბენჩრესტის შეჯიბრისთვის ყოფილიყო ორიენტირებული. აი, თუნდაც ეს სილამაზე წარმოიდგინეთ თოფს ინტეგრირებული მოყვება, რომელსაც შეგიძლიათ ასევე გაიგოთ. დახრა რამდენად სწორედ გაქვთ, ხომ არ გაგექცათ თოფი და ამაზე კიდე მაგდება თავისი პატარა თხელი. თირკიტა, რომელიც ქარის მიმართულებას გაჩვენებს და გაძლევს საშუალებას უფრო ზუსტად აიღოთ ორიენტაცია. მოკლედ ეს იყო Air Arms-ის სტენდი.